ეს იქნება დიალოგი, რომელთაც გავიგებთ, რაზე ფიქრობენ ქალაქში. დასალიკომ სახლა და მსახლური რა არის შენთვის? აი სახლი რა არის? თაწმინდაზე ხო ცხოვრობდით და იქ ძალიან სახლური იყო შენთვის. აი სახლიდან გასვლა არ გინდა და ძალიან კარგად როგორც უნდა ვთავს, ეგ არის სახლი თუ რაღაცა სხვა თაწმინდის სახლი ჩემთვის რა იყო, იცი, ბავშვობაში რო ვიძახდი ხოლმე, რომ აი მარტო ცხოვრებაზე რო ვოცნებობდი და აი ჩემს კუთხეზე და აი ჩემს აივანზე და აი ყველაფერზე საერთოდ რა, აი ეგ ახდენილი ოცნება იყო ჩემთვის რაც თან ეგ პატარა აივანი თან თვითონ რა, ანუ უბანი აი ყველაფერი ძალიან სასწაული იყო. სახლი იყო თან ძალიან რაღაცნაირი პაწაწუნა და ძალიან მოწყობილი მქონდა თუ გახსოვს, ჩემი ნივთები მქონდა იქ კუთხეზე, იქ აი ყველაფერი ძალიან საყვარლად და ლამაზად რა. და ალბათ სახლი პირველ რიგში არის ემოცია. ხო აი სახლად რა აქცევს, ანუ აი რომ გაიღვიძებ და აი მე მაგ ეგეთი რაღაცები რომ სადღაც რო გიღვიძებ ისეთ ადგილას თუ სადმე არ გრძნობ თავს კომფორტულად აი ან ჩემი დილის რუტინა დამეღვა რაღაც აი ხო მივხვდით ახლა აქამდე არ ვიცოდით ეგეთი რაღაცეები რომ აი სულად რომ ხდებოდით არ ვიცოდით აშლილობა და ახლა რაღაცებს სახელები დაერქვა უბრალოდ და ვიცით რომ ახლა ამას შფოთვა ქვია და ვიცით რომ დილით რო გავიღვიძებ აუცილებელი არ არის რომ გავიქცე ჩავიცვა გავვარდე შემიძლია დავჯდე ყავა დავლიო რამდენიმე წუთი მივცე ჩემ თავს ხო და აი მე მაქვს ეგ შეგრძნება რომ ყველგან ვერ ვაკეთებ მაგ რუტინას და მგონია რომ აი სადაც კუთვნილების შეგრძნება მაგ სახლზე და ვიცი რომ აი უსაფრთხოების შეგრძნება უფრო აი ეგ მიქცევს ხოლმე ეგეთ რაღაცებს რა სახლურ განწყობას მაძლევს ეგ ხო და აი ხა რაღაცას თუ ეგ განწყობა არ მაქვს სულ გავრბივარ თითქოს ანუ სულ რაღაცას ვეწებ ხო და ეგ ვერ გავიგე ჯერ აქამდე ვერ ვიპოვე თუ არ მინდა რომ სადღაც დავსახლდე თუ გავჩერდე აი ეგ ვერ გავიგე რატოა ხო და აი მაგ სახლს რა აქცევდა აი ხა რატომაც გენატრება ეგ სახლი რა აქცევდა მაგას ეგეთ სახლურად აი მე აგაიტა დილის რუტინა არასდროს არ მქონია იმიტომ რომ დილით ყოველთვის სამსახურში მიჩქარება და ყავას არასდროს სახლში არ ვსვამ მაგრამ ყავა გიყვარს მაგრამ სამსახურში როგორც კი მიდივარ მანდ ვსვამ ყავას მაგრამ აი სამსახურიდან რომ დავბრუნდებოდით მე და გიგა სახლში რაღაც საჭმელს გავაკეთებდით ჩვენ საყვარელ სერიალს ჩავრთხოვდით და წამოწევდით ჩვენ დივანზე და დავიწყებთ მეწყურებას მე ოთახშივე ერთ დღეს გემრიალად მოვწევდით ყავასთან ერთად თან საფხულში ჩვენ გემრიელში ყავასთან ერთად აი ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მე ჩვენი მეზობლები გარეთ გავდიოდით საუბრობდით ვიცინოდით ძალიან ბევრს გორი კატა რო ყავდათ სათულთან ეს იქიმ კატებს დავსდებდი და ვეფერებოდი და აი ეს ყველაფერი რა აი სულ მქონდა ის განტა რომ სახლში მინდოდა ყოფნა და აი ეს სახლი იყო ჩემთვის ალბათ მე კიდევ უფრო ის მგონია რომ მე გეგამ შემიქმნა ეგ განცდა ხო აი ადამიანები მე ხო დედაჩემ ქმნიან მაგ სახლურ განწყობას ადამიანები კი იმიტომ რომ მე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი სულ ხო ცალკე არასდროს არ მიცხოვრია მაგათ garaში არ მიცხოვრია არასდროს და დამიდგენ ხა იმ სახლში რამდენი წელია უკვე ვცხოვრობ და რამხელა ოთახი მაქვს გახსოვს რუსთავში სულ ვიზახდი რომ ჩემი ოთახზე რომ ვოცნებობდი რამხელა ოთახი მაქვს და არასდროს არ მიგვსმია მან და არც ახლა არ ვგრძნობ რომ აი ჩემი სახლია რა და ჩემს სახლი არ მქონია ეგანს და არასდროს და ალბათ რა დიდი ალბათობით ძალიან დიდი როლი ითამაშა გეგამ ყველაფერში რა ესე არის ხო ეგ ადამიანი აი მე მაგალითად ადამიანები რო გიქმნიან სახლურ განწყობას აი მაგალითად მე გინდა მარტო როცა ვცხოვრობდი გინდა ვინმესთან ერთად ვცხოვრობ მაშინაც არ მქონია ის რომ აი სადღაც თითქოს დავსახლდი მე ან რაღაცნაირად მოთხოვნილება მაქვს რომ ანა ტვინში მაქვს ესე ჩაბეჭდილი რომ მგონია რომ როცა ჩემი ნაყიდი ჩემი გაკეთებული ჩემი შექმნილი იქნება ის სახლი მე მაქვს უფლება რომ ვიგრძნო სახლში თავი აი ეგეთი რაღაც მაქვს ჩადებული თავში და აი ეხლა თუნდაც არის ხოლმე რომ აი აქ ვცხოვრობთ ახლა მე და ჩემი დავარც და აქ რაღაცა ნელ-ნელა ვცდო აი ჩემ ფსიქოლოგი მეუბნება რომ ნელ-ნელა უნდა ეცადო რომ რაღაცა კუთხეები იპოვა შენი რა აი ხა იმ ოთახში მაგალითად რა ჩემი კუთხე ვიცოდე აი აქ ტანსაცმელი და ჩემი აქ წიგნები დევს ჩემი აქეთ რაღაც ისინი თავის მოვლის საშუალებები დევს ლოგინის ეს მხარე არის შენი ანუ ეგეთი კუთვნილებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა და აი როგორც ესეთი ჩემი ოთახი არასდროს არ მქონია ჩემ ოთახში შევედი და კარებს რომ მოიბრახუნებ ეგ არ მქონია ხო აი რაღაც ამერიკულ სერიალებში რო ხო რაღაც უდიდესი ის ოთახი რო აქვს და კარზე რო აქვს რაღაც ჩამოგიდებული ვიღაცა ვორნინგ და რაღაცა არ შემოხვიდენ ხო და არ შემაწუხო ხო და ეგ არის ალბათ რა მაგრამ აი გინდაც მაშინ როცა მქონდა ეგ საშუალება რომ თქვა
ვიღაცასთან ერთად ცხოვრობ, ან ცალკე ხარ, ან ასე შემდეგ, ანუ მაგ მომენტში მაინც არ მქონდა ის განცდა, რომ აი რაღაცას ან მე უფრო რაღაც უსაფრთხოების შეგრძნებას ვამაშვებდა, ანუ არის ეგრე, ან აი როცა აი თუნდაც ახლა მთაწმინდაზე რო ცხოვრობდით, ხა ის სახლში ყოფნა რო გინდა და რო არ მიდიხარ სადღაც რაღაც, აი ეგ საიდან მოდის? აი აი რასაც ვლაპარაკობდით. აი არ გიფიქრია ესეთი ფრაზა, რომ ვიღაც უცხოდებენთან ერთად გქონდა ვიცხოვრო. აი როცა გილაპარაკებოდნენ ხოლმე, რომ აი რაღაც გაიზრდები და ვიღაც შეგიყვარდება და რაღაც, აი ის ფიქრი არ ქონია ხოლმე, რომ აი ვიღაც უცხოდებენთან ერთად აი რანაირად ვიცხოვრო. და არ მინდა მარტო ცხოვრებაზე ვოცნო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც არის საკუთარი რაღაცებიც გინდა. ანუ შენი კომფორტი რამდენი რაღაც აქვს ხო? საკუთარი რომ იქ რაღაც გააკეთე, იქ ისე გააკეთეს. აი მე მაგალითად ჩემი კომფორტი როგორიც იყო ზუსტად იგივე დარჩა და პლუს კიდე გეგა შემოემატა ამ ყველაფერს რა. როგორ გითხრა, აი როგორც მარტო ვიყავი კომფორტულად და ამაში ხელს არავინ არ მიშლი და არასდროს, აი ესეთი კომფორტი მაქვს ჩემთვის გეგას. ყველაფერი შემიძლია გეგასთან ერთად რომ გავაკეთო, ვიცი რომ არაფერს არ განსჯის, არაფერზე არ მეტყვის რო თქვა, რატო აკეთებ, რატო არ აკეთებ და ასე შემდეგ რა. მე გვერდში გიდგას ყველაფერში. ყველანაირად ასვეტა და თან პლუს მაგას აი უსაფრთხოების გზნობა ჩემი აზრით ეს არის, რომ იცი რომ უბრალოდ შენ თავი შეიძლება იყო რა. და ამას უბრალოდ შეიძლება იყო აი მარტო როცა ხარ და როგორიც ხარ სინამდვილეში, ზუსტად მასეთი შეიძლება რომ ადამიანთან იყო. სახლი როგორ წარმოგედგინა ხოლმე რომ გექნებოდა ბავშვობაში. აი რო ფიქრობდი რომ მარტო უნდა ვიცხოვრო. ყველას მინდა ეგ. ყოველთვის წარმოგედგინა ხის სახლი. ანუ ხის სახლი იმას გულისხმობ რომ ხა ბეტონით კი იქნებოდა აშენებული, მაგრამ არა, კოტეჯი არა სხვადასხვა. ერთ სახლში 4-5 სართულიან სახლში რა, ან 3 სართულიანში. ესეთში. კერძო სახლში არ მეცნებია ესე არასდროს. ძველ სახლში აი რაღაც უფრო წარმომედგინე ხოლმე ძველი თბილისის უბნები რა. ზარმაზარი აივნები და ჭერები. ძალიან დიდი სინათლე რო შემოდის მზის, აი რაღაცა სწავლის სინათლე რო შემოდის. კი და აუცილებლად კატა რომ არის სახლში და ყავას რომ გაიკეთებ და იმაზე რომ გახვალ და გარეთ რო ხედავ ქვაფენილს, ხის სახლებს, მზეს, აი ძალიან ლამაზ და მზე რო შემოდის, აი დილით მზე რო შემოდის, დღეს დილით რო გავიღვიძეთ, მზე რო დავინახე, უბრალოდ დავდექი ძალიან ბედნიერი წავედი სამსახურში ეს. აი ხა გიქხა, დილით რო აი მაგალითად იმისთვის რომ დღე დაიწყო 7-დან. აი ბოლოს მივხვდი, ბოლო პერიოდში მივხვდი ხომ რომ მაგ რაღაც წვრილმანებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის რომ აი როცა გრძელი სამუშაო დღე გაქვს, აი 10-11 საათი როცა ვმუშაობ მაგალითად დილით რო ვიღვიძებ, რაღაც ზუსტად ვიცი რომ რაღაცა კონკრეტული თუნდა დავიწყო, რომ ეს სიმშვიდე მთელი დღე გამყვეს. ყოველთვის ვერ ვაკეთებ მაგას რა თქმა უნდა, მაგრამ 90%-ში ვაკეთებ, რომ დილით რაღაცა ყოველ შემთხვევაში ისეთი გავაკეთო, აი 9 საათი 40 წუთი რომ სპეციალურად ადრე გავიღვიძო რაღაცა. აი ეგეთი რაღაცები რეებია, რაც დღის განმავლობაში სიმშვიდეს გაწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ყავა როგორ ძალიან მიყვარს, გაღვიძებისთანავე არ მიყვარს ყავის დალევა და არც სიგარეტის მოწევა. ამიტომ ჩემთვის ეგ დილა იწყება უკვე სამსახურში. აი თუ სამსახურში მივედი და ვერ მოვასწარი რომ ყავა დავლიო და ცოტა რაღაც ვისაუზმო და მე ერთი მოვჭი გემრიალად, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ბევრი საქმე მომაყარეს დილიდანვე. აი რაღაცა უკვე ცოტა მერევა მაგ დღეს რა. ამიტომ ჩემი რუტინა ძალიან ისე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სამსახურში იწყება ჩემი დღის რუტინა. იმიტომ რომ იქ ვსვამ ყავას, სამსახურში ვსაუზმო და ასე შემდეგ ყველაფერს სამსახურში ვაკეთებ. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის საღამოს რუტინას უკვე. აი მაგალითად მე დილის რუტინაზე მეტად საღამოს რუტინა მაქვს რა. აი სამსახურიდან რომ გამოვალ, თუ მზე არის აუცილებლად გეგა გამოდის ჩემთან ერთად გარეთ და სადღაც მივდივართ რომ გავისეირნო, თუ უბრალოდ მე ციუ ჩაის რო დავლიო. უბრალოდ რო გძნობ რომ ვიარე ცოტა ბუნებაში, ცოტა უძახებ თბილისის ბუნებას. მოდი პარკში. სადმე პარკში ხაი ცოტა ხანი მაინც რო გავისეირნო, აი უკვე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, აი ძალიან. მაგრამ საერთოდ გითხრა, მიოცნებია მე როგორ დილაზე იცი? აი ბათუმში რო ხარ ხო იცი, რო გაიღვიძებ და
არსად რო არ გეჩქარება დედამიწის ზურგზე, აი რაც გინდა ის რო შეგიძლია გააკეთო და რომ მიდიხარ აი თუნდაც ნეოკაში, სადაც არის სიგრილე და სილამაზე და ეს სიმწვანე და რომ ისაუზმებ ძალიან გემრიელად. და მე არსად რო გეჩქარება, არაფერი არ გასაკეთებ. ეხა ის არ მქონია რომ მიოცნებია რომ არაფერი არ ვაკეთო იმის გარდა რომ ვისაუზმო და მე ზღვაზე წავიდე, მაგრამ ამის დრო რომ მქონდეს და საშუალება, ეხა დრო შეიძლება კი მქონდეს, მაგრამ გარეთ ჭამის საშუალება საქართველოში რა ვიცი. მაგარია ვისაც აქვს, მაგრამ მე ნამდვილად არ მაქვს. და აი რამდენიმეჯერ იყო რა სამსახურს დავაგვიანეთ და სახელმწიფოს გავიდი ვისაუზმე. აი არ ვიცი სასწაული განსა იყო ეგ. აი ძალიან კარგი განსა იყო, ახლა დილის 7 საათზე ვერ ავდგები, არც არის არაფერი ღია, დილის 7 საათზე რო გავიდე და ვისაუზმო, აი სად უნდა წავიდე. აი მიუხედავად რომ ვიყავით, კაფეები იწყებოდა 6 საათზე და 7 საათზე, იმიტომ რომ ეს worker ხალხი ვინც იყო რა, ვინც დადიოდნენ სამსახურებშიც, დილის 7 საათიდან უკვე რამხელარიგები იყო, იცი, ყავებზე, სენდვიჩებზე, რა მილიონ რაღაცაზე. საჯარო ლექცია იყო და ეყვებოდა ერთი ლექტორი რამდენიმე წლის წინ ეგეთ რაღაცას, რომ მინდა რომ ესეთი კულტურა გქონდეს, რომ მაგალითად ანუ შეიძლება გინდა იმას სიამოვნებს და მოსწონს ან იმისთვის ეგ მისაღები იყო, მაგრამ დილით რო გამოვიდოდი ხოლმე ვერ ვსწავლობდი ახალგაზრდობაში, წარმოგიდგენთ ლექტორი იყო და ახალგაზრდობაში ამერიკაში რო სწავლობდა ის და ანუ აქაური კონტრასტი რამხელა იქნებოდა რა, აქედან უდიდესი. იქაურ კულტურას რო ეჯახები რა. დილით რო გამოდიხარ, რომ აი ასაკიანი ადამიანები რო სხედან დილით გაზეთს იყიდის უეჭველი, გაზეთით ზის, შეიძლება რაღაც სენდვიჩ ჭამს, ყავა უდგას გვერდით, დილიდანვე იწყებს იმით, რომ ანუ იმათი ცხოვრების რიტმი ჩვენ რაც საათზე გავიგუზებთ ეგრე არ არის რა, ანუ იმის ცხოვრების რიტმი უკვე ეგრეა, რომ 7-8 საათიდან იწყება. შესაძლებლობაც უნდა გქონდეს მაგით, რომ დილით და გახვიდე და მაგის კულტურა უნდა 9 ლარი გქონდეს. გადაიხადო ყავაში და რაღაცა, ანუ ესეთ ადგილებში ეგ არ არის რა, ადვილი იქ რო ის $1 და $2 გადაიხდის რაღაცაში, მათი ინფლაციისთვის სხვა მომენტია. ხო და რაღაცა ჩვენთვის ეგ სხვა მომენტია საერთოდ რა, მაგრამ ეგეთი კულტურა ძალიან იდეაში რაღაც საინტერესო არის ეგ კულტურა. ანუ საინტერესო რა, ანუ მე მგონი საქართველოში არ გქონია ეგ პერიოდი არასდროს, რომ ასეთი სიმშვიდე გქონდეთ ადამიანებს. დილით რო გამოდიხარ და დაჯდები და რაღაც პერიოდი ვცადე რომ გამეკეთებინა ეგ რომ დილით რო ვაძებდი ხოლმე სპეციალად 40 წუთით ადრე მივდიოდი ხოლმე ალექსანდროვის ბაღში, ვждებოდი ხოლმე გაზაფხულზე რა, უკვე კარგი ამინდირო და რაღაცა ცოტა ხანდა შენთვის ზიხარ რა. აი მარტო რო ხარ და ყავას რო აიღებ და რაღაც, მაგრამ ვერ ანუ ჩვენი რუტინა ვერ ირგება მაგ ყველაფერს, ან ჩვენ არ გვაქვს ეგ გამჯდარი გონებრივად ალბათ. მე ვერ ვაკეთებ მაგალითად რა. აი მართლა ვერ ვაკეთებ. აი რო ვიცი 10 საათზე ვიწყებ მუშაობას, 10-20 წუთზე დაახლოებით გავდივარ სახლიდან. ვიღვიძებ 40 წუთით ადრე. ამ 40 წუთს ვხარჯავ თავიდან ბოლომდე იმისთვის, რომ მოვემზადო რა. და გავიდე სახლიდან. ანუ არ არის ჩემში ის, რომ დილით ძალიან ადრე ავდგე, იმიტომ რომ არც ვიცი საერთოდ სად შეიძლება წავიდე იგრე ადრე. და აი მაგალითად ახლა შენ რო თქვი ის ამერიკაში ეგ კულტურა აქვთ რა. ჩემი აზრით ეგ არის, რომ ეგ კულტურა უნდა არსებობდეს. რომ შენც მერე მსგავსად შეგეძლოს რაღაცების გაკეთება და კეთება რა. მე არავინ არ მინახავს დილის 8 საათზე, სადმე გავიდეს და ანუ უბრალოდ მე არ მინახავს და არსებობს ეგეთი ხალხი რა. არ ვიცი რა არსებობს, მაგრამ მე არ მინახავს, აი ჩვეულებრივი ხალხი ვინც ვართ, აი ჩვენ მაგალითად რომლებიც ან უბრალოდ ხო ვმუშაობთ მუდმივად, რომ რაღაც გქონდეს და სულ რაღაცას ვიხდით და სულ რაღაცას აი ამას ვაკეთებთ. არ გამიგია რომ ვინმე დილის 8 საათზე მიდიოდეს კაფეში, ჯერ მართლა ძალიან ძვირია იმ ყოველდღიურ სადღაც ისაუზმო გარეთ, ყავა და რაღაც მაინც და მე კიდე რა მე ახალისს არ მაქვს მართლა რა ვითხრა. აი მართლა არ მაქვს ხალის რომ დილის 8 აი ავდგე იმის ხო ეგ არის მე მაგას ვამბობ, ერის მენტალობა თუ ერის კულტურა უნდა იყოს ეგეთი, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად სავარაუდოდ რაღაც კონკრეტულ ქვეყნებში კონკრეტულ ერებს აქვთ ეგეთი კულტურა, ჩვეულებრივი ამბავია იქ მათთვის ეგეთი რაღაცა. გავწდები ხო? მე 7 მასაზე უკვე კაფეში ზივარ. ნაჭამის ყავაც დალეული მაქვს რა ვიცი. ნუ აი რა წაივეწევნია რა გონი აი
რო ადგები დილის როასაზე ისაში საჯადობაში წავიდე. რამე სალობიაში თუ გავალ. რო დიდი სახიკრია მეტროსთან ანუ ხე არ არის უბაში რა. რა კაფეზია საერთოდ. ხოდა ან მე მგონია ზოგადად ეგ კულტურა რო არ გვაქვს, მაგით არ გვაქვს ეგეთი ადგილების, თორე ალბათ შესაძლებელი იქნებოდა რომ ცოტა იაფშაკეთე დილის როასაც არ გავხსნი, იმიტომ რომ ვინ მოვა. იცი რა, ჩემი მიზანი იცი რა არის? ბევრ რაღაცასთან ერთად, რომ ისეთი ცხოვრება შევიქმნა ძალიან მალე, რომ დღეს ზუსტად ისე დავიწყო, როგორც ჩემ გულს გაუხარდება. რაღაცას ხარ ველოდებით სულ. ან უსასრულოდ ვზივარ და ველოდები იმას, რომ ჩემი სახლი რომ ექნება, მე ვიგრძნობ სახლში თავს. ან როცა მექნება ეგეთი ცხოვრება, მე ვიგრძნობ ასე თავს. ან არ ვიცი, ესეთი ფეხსაცმელი რომ ექნება, მე წავალ სადღაც. ხო და რაღაცა აი ეხლანდელ მოცემულობაში ანუ აწყოს შეგრძნება გვაქვს დაკარგული თქვა ეს მე ყოველ შემთხვევაში ესე მგონია რა რომ რაღაცა წინ ისე ვუყურებ იმ ოცნებებს რომ აი ეხა ამას რომ გავაკეთებ მე ვიქნები კარგად აი რაღაცა რაც თელი გულით მინდოდა ცოტა ხნის წინ გავაკეთე და ავისრულე მაგრამ ანუ ჩემი შფოთვა და ჩემი ეს სუდი ტალღები არ წასულა არსად რა პერიოდულად მაინც მახსენებს თავს ხო და მე ვფიქრობ ხოლმე რომ ანუ რეალურად რაც ეხა თელი გულით მინდა ის როგორც არ უნდა ავისრულო და რაც არ უნდა გავაკეთო საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივდივარ რომ თუ ახლა დღევანდელობით არ მივხვდი ანუ აქ და ახლა ეგ შეგრძნება თუ არ გამოვიმუშავე მგონია რომ ვერასდროს ვერ მივალ მაგამდე თქო რა მაგრამ ძალიან ძნელი ყოფილა მაგის გამომუშავება ხო და იგი მაგ აქ და ახლა შეგრძნებას ვარ კარგავთ მაგ დროს თქო მაგას ვამბობ მე იცი რა გააჩნია ჩემი აზრით გააჩნია რომელ ემოციას გადადებ მომავლისთვის რა ყველა ემოცია არ უნდა გადადო მომავლისთვის რა ვიტყოდ ეხლა სიხარული არ უნდა გადადო აი სახტი რომ მექნება მე ვიქნები კარგად მე ვიგრძნობ რაღაცას მე ვიგრძნობ აი მე მაგალითად ისეთი გადადებული ემოციები მეხმარება იცი რაში ეგ გადადებული ემოციები არის ჩემი მიზანი და მე ემოციის გადადება შეიძლება მაგალითად კაი ფრაზა აი მე მაქვს მაგალითად გადადებული ასეთი ემოცია აი ეს დილის ემოცია რომელიც საერთოდ არ მაქვს ახლა აი დილის ბედნიერების ემოცია რომ არსად არ მეჩქარებოდეს და შვიდად შემეძლოს დღის დაწყება ამ ემოციისთვის მჭირდება ისეთი ცხოვრება ისეთი სამსახური ან თუნდაც საკუთარი საქმე ან რაღაცაც დილის 10 საათზე არ არის აუცილებელი რომ რუტინულად სადღაც ერთ ადგილას უნდა გავჩნდე და იქ უნდა დავიწყო რა იქ უნდა ვიყო და დავარსდე დილის 10 საათიდან ანუ ისეთი ცხოვრება მინდა მქონდეს სადაც მე ამოვირჩევ დღეს რომელ მონაკვეთში რა მინდა რომ გავაკეთო ხვდები და ეს რაღაცა მიზანს მაძლევს რომ ესე იგი ნახე რადგან ეგ ახლა არ შემიძლია ფიზიკურად არ შემიძლია ამას კი არ იმიტომ არ მაქვს გადადებული რომ ახლა მეზარება გაკეთება უბრალოდ არ შემიძლია რა დილის 7 საათზე არ შემიძლია რომ ავდგე იმიტომ რომ ვიღილები დღის მანძილზე და დილის 7 საათზე კი რა არ შემიძლია ეს ხალხი ხო არის დილის 6 საათზე დარბის მაგრამ მე არ ვარ ეგ ტიპი ეგ არ მაინტერესებს მე ბედნიერებას ამიტომ არც ვაკეთებ მაგრამ აი ეს რომ გადავდე რომ მინდა რომ დღე ისე დავიწყო როგორც გამიხარდება მაძლევს იმ მიზანს რომ თუნდაც საკუთარი საქმე გავაკეთო და ვიღაცაზე ავიმუშაო მთელი ცხოვრება ხვდები რაღაც ისეთი საქმე ვისწავლო თუნდაც რომ დისტანციურად შემეძლოს კეთება აი ხო ძალიან ბევრი რაღაცა არის რის გაკეთება შეიძლება ისე რომ თავი არ მოიკლა ყოველდღე 8 საათი სამსახურში ყოფნით და კომპიუტერთან მიშტერებით და ასე შემდეგ ხო ხო და აი მაგალითად ჩემი დღიურის გამოშვების ერთ-ერთი იდეა ხო ის იყო რომ საკუთარი რაღაც მაქვს რა მომწონს და მიყვარს და ჩემი საკუთარი რაღაცის გაკეთება მინდა და განვითარება მინდა აი ეს გადადებული ემოცია მე მაგ მიზანს მიძლიერებს რომ აი როგორც იმდენად მინდა ეგ ემოციები რომ მქონდეს მუდმივად აი იქამდე მისვლა მინდა რომ აი თითქოს მიზნად მეკცა რა ეს გადადებული ემოცია მაგების გასაკეთება აი მაგის გაკეთება როგორ შეიძლება შენი აზრით ანუ გვაქვს ეხა ეგ რესურსი მაგალითად ან ვისწავლეთ ეგ კულტურა რომ არ მიმუშავა მაგას მე მუშაობ 10 საათი მაგალითად მოდები რას გეუბნები ან რაღაცა მოსწრებადია ჩვენ ქვეყანაში ან ჩვენ საზრუნებაში ეგეთი რაღაცები თია ქვეყანაში მონდომებაზე ყველაფერი დამოკიდებული ხო მე ქვეყანა ხელს არ გვიწყობს მაგაში სამწუხაროდ მაგრამ აი შენ მაგალითად ძალიან იშვიათად გიფიქრია და გვილაპარაკი ამ თემაზე ჯერჯერობით
რა შეიძლება სხვა აკეთო. აჰა. ან რა გინდა რო აკეთო. ხო, მე მომწონს იდეაში შემისახა. ხო. სამსახურთან დაკავშირებით არასდროს არ მიწოწონია პირიქით, რომ ძალიან მომწონს. რამდენი საათიც არ უნდა ვიმუშაო, შენ ყოველთვის ესე იყავი. ბავშვობიდან ესე იყავი, რომ რაც უფრო მეტი საქმე გქონდა დღის მანძილზე, მით უფრო ბედნიერი იყავი. ხო, ანუ უფრო ტონუსში ვარ თითქოს რა. ნუ რაღაც მინუსები აქვს, მაგ ყველაფერს იმ სადღაც გადაღლა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ძალიან თმოვიდა მაგის დაბალანსება შეიძლება იდეაში. იცი რა, მე ვფიქრობ მაგალითად, რომ შენ სამსახურის მეერე რო გქონდეს, აი ზუსტად ის განცდა რაც არის შენი სახლი და შენი მითაიმი და აი ეგ და შენი სივრცე თავიდან ბოლომდე რო გქონდეს, სადაც მიხვალ და იგრძნობ რომ შენთან ხარ სახლში ხარ, მშვიდად ხარ და დაისვენებ. აი საერთოდ სხვანაირად იქნები და საერთოდ ანუ საკმარისი იქნება ის დრო, რაც დაგრჩება მაგისთვის რა, საკუთარი თავისთვის. იმიტომ რომ შენ ყოველთვის გინდა რომ გადაჭედილი გქონდეს დღე საქმეებით. ხო, კი. ანუ რეალურად ეგეც არის ალბათ ამ ჩემი ფოთების ძალიან დიდი როლია. იმიტომ რომ ხო რა, ანუ სულ რაღაცაზე ფიქრობ, ანუ ანტვენი არ ჩერდება რომ ძინავს, მაშინაც ფიქრობ. ხო, ეგ ძალიან ცუდი რაღაცაა, მაგრამ ხო, ალბათ ეგ გადააზრების ამბავია და მაგრამ აი ბედნიერებას რაც შეეხება, გიგას აქვს რამდენჯერმე ჩემს ნათქვამი ეგეთი რაღაც, რომ აი ეს რო გვექნება მე ბედნიერი ვიქნები რაღაცა ის აი ეს რო იქნება. აი მაგას უკვე საერთოდ არ ვთანხმები რა, ბედნიერების გადადება ყველაზე არასწორი საქციელია, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში გააკეთო. აი მე მაგალითად სულ იმას ვუმეორებ გიგას, რომ ბედნიერი რატო არ ხარ ახლაც ბედნიერი იყავი, მე იგრძენი ეგ ბედნიერება. კი მომავალში ეს ყოფილი რო გვექნება, ბევრად კარგი იქნება რაღაცები და ბევრს ანუ მეტს შევძლებთ და ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერება ეგ, მაგრამ ესეც კარგია, იმიტომ ძალიან ცოტა დროა საერთოდ სამყაროში, აი ძალიან ცოტა დრო არის. და ბედნიერების და ეგეთი ძალიან საჭირო ემოციების გადადება, აი სისულელე არა, რას უნდა ელოდებოდე რომ ბედნიერი იყო, აი რას ელოდები. შენი არის როდის მივხვდით რა ცოტა დრო გვაქვს. ანუ აი ბავშვობაში მაგაზე არ გიფიქრია, რომ გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ გაიზრდები ისე მალე გავადრო და 10 წელი გაიფრენს და რაღაცები და ნუ რაღაცა ანუ აბსტრაქტული რაღაც არის რა დრო და ხელი არ ხედავ ხა როგორც აი ამ ჭიქას ან რაღაცას ახლა ხვდები ხელშესახები რო არ არის თითქოს არ უფრთხილდები მაგას იმიტომ ხა ეს ჭიქა არ მინდა რომ დამივარდეს და გატყდეს მაგალითად და აი დროს მასე ვერ უფრთხილდები თითქოს რა აი იმიტომ რომ ეს ხმალიდან დავიწყებ ამბავი ყოველთვის არის რა რაღაცებში ანუ არის რაღაცები რაც არ გადამიდია და გამიკეთებია მაგრამ არის რაღაცები რასაც ვამბობ რომ აი ხვალიდან ორშაბათიდან და 1 მარტიდან 1 იანვრიდან და ასე შემდეგ ალბათ ყველაზე მეტად მაგას მაშინ იგრძნობ როცა ვიღაცას კარგავ რომ დრო ცოტაა ძალიან აი რაღაცას არ ელოდები და ისეთი რო ხდება მაგრამ მე როდის ვიქცენი ეგეთი რაღაც საინტერესოა არ ვიცი რო გითხრა 100%-ით ახლაც უგრძნობ მაგ ემოციას და სრულად მაქვს გააზრებული მეთქი ან მოვიტყვები რა არ მაქვს 100%-ით ეგ გააზრებული რომ დრო ცოტაა და ამიტომ ამ ცოტა დროში რაღაცები ცხენერად ნოვაკეთოთ და არ უნდა გადავდოთ ბედნიერება თუნდაც. და ის მომენტი არ გაქვს ეს სულ სადღაც გიჩქარება? აი თითქოს აი ხან კი ხან არა. ხო, აი ეგ რა. უმეტესად მაქვს რომ მეჩქარება სადღაც. აი თითქოს რაღაც უნდა მოვასწრო. აი კი მე მაგათი და აი ასაკზე მაქვს რომ აი უკვე 29 წლის ვხდები და აი მეტი მინდა აი ეხლა მაგან გაიცეთ ესე რომ აი 30 წლამდე ხო რა წელიწადი და რაღაც 2 თვე არის აი 30 წლამდე აი ეს და ის მინდა რომ აი მაგ დედლაინს ცოტა უწესებთ ხოლმე ჩვენ თავს მე მაგალითად სულ ესე ვიყავი ყოველთვის უწესებდი რაღაც დედლაინს ჩემ გეხმარება ეგ თუ ცოტა მეხმარება არა მე პირიქით ძალიან მეხმარება მიზანი თუ არ მაქვს რაღაც რაც მინდა რომ გავაკეთო და რისკიდან აი ოღონდ მიზანი ესეთი დიდი მიზნები რა ანუ უბრალოდ რაღაც ხო ესე არა რომ აი რაღაც ნეტა სადღაც წავიდე ვიმოგზავრო აი არა აი ჩემი მიზანი რაც მაქვს რომ აი აუცილებლად უნდა გავაკეთო მაგ მიზნის გარეშე ძალიან მიჭირს ყოფნა საერთოდ მიჭირს გააზრება რატო ვაკეთებ და რას ვაკეთებ საერთოდ რა როცა მაქვს ეგ მიზანი მე უკვე ვიცი რა სადღაც მივდივარ რაღაცისკენ მივდივარ და შეიძლება ახლა რაღაცები არ მქონდეს და ცოტა გავიჭირო ცოტა ესე ვქნა დილით არ ვისაუზნო
რაღაცაში ფული არ დავხარჯე მეტი რაღაც, მაგრამ ვიცი რომ ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ სადღაც იმ ჩემი მიზანთან მივიდე. ამიტომ მე ძალიან მეხმარება მაგის გარეშე აი ბავშვობაში მქონდა ხოლმე ეგ როგორ იცი? ვიცესებდი რომ აი ამ პერიოდსაც გადავივლი, აი ყველას ხო გვაქვს ეგ რომ აი აბიტურიენტები რო ვართ და პირველ კურსზე რო ვართ, ყველაზე დეპრესიულები გქონია ჩვენი თავი, იმიტომ რომ რაღაც არ ვიცი. ცხოვრება თავზე გვემხობა რა, ყველას აქვს ეგ, მეც მქონდა იგივე ძალიან რთული პერიოდი. მაშინ მეგონა რომ ურთულესი პერიოდი იყო და აი ჩემზე თუდაც სამხაროში აღარავინ აღარ იყო და მაშინ მქონდა ხოლმე ესე რომ ბათუმში წასვლას ვიწესებდი. აქედან 2 თვეში წავალ ბათუმში. ჯილდო იყო რაღაცა. ხო, აი რო ვიცოდი რომ ბათუმში წავსულიყავი, უკვე ის 2 თვე განა დეპრესიაში ვიყავი და ცუდად ვიყავი. ის 2 თვეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ვიცოდი რა მეალდებოდა წინ. ამიტომ ესეთი მიზნების დაწესება ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა მე ბავშვობიდან. ბათუმი რატო გიყვარს? რა ვიცი, ალბათ პირველ რიგში ზღვის გამო ზღვა მიყვარს. კონკრეტულად ბათუმი არ ვიცი, ძველი ბათუმი რაღაცნაირად სახლის განცდას მიტოვებს. აი მეც მაძლევს ბათუმი მაგ განცდას. თან ალბათ იცი რა არის, ბათუმში როცა ყოფილვარ ყოველთვის ამ ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ ბათუმში როცა ვარ, ესე იგი, თბილისში არ ვარ, სამსახურში არ ვარ, არც და მეჩქარება ისევ და ჩემთვის ესე მშვიდად დავდივარ, ზღვაზე დავსეირნებ. მე იმასაც ვფიქრობ, რომ მე რო ბათუმში ცხოვრობდი და ბათუმში რო მუშაობდი, ალბათ გავგიჟდებოდი, იმიტომ რომ ძალიან ხო. აი ეს რომ თბილისიდან ბათუმში გავდივარ, ხო, აი რაღაცა ძალიან რო გიყვარს და ის რო არ გაიფუჭო რა, მაგის ის რა ქვია, მუღამი ეგ არის ალბათ. ოქტომბრის ბოლოს ვიყავით, პირველად ერთად მიდედი გასასვლელი ბათუმში. ეგ სულათები ისეთი სიტყვა იყო, რომ ზღვაშიც კი შევედით ვიგანავით. ხო, ეგენი მაგ ის სასწაული ამინდია რა, სასწაული. და თან მართლა საერთოდ სხვაფერია, ყველაფერი, სხვაფერია, გარშემო ყველაფერი სხვაფერია. მზის ჩასვლას ვუყურეთ ისე რომ მანზე რო უკვე ჩადიოდა უკან უდიდესი მთვარე იყო აი არ ვიცი მეგონა რომ გული გამისკდებოდა ისეთი ლამაზი იყო რომ მეთქი ვეღარ ვუძლებ ამ სილამაზეს გული გამისკდება რაღაც პერიოდის განმავლობაში ვთვლიდი რომ წერა დაგვავიწყდა აი კალამი და ფურცელი რა იყო და წერო ან გაჯეტების გარეშე ან არც კომპიუტერში, არც ტელეფონში, არც ნოუთებში არაფერი. ფურცელი და პასტა. ხოდა მე შეგრძნება რომ მომენატრა, დავიწყე ისევ წერა რა. 1-5-6 ბლოკნოტი მაქვს ჩემი დღიური, რომელშიც წერა. რაღაცებს ელაპარაკები შენ თავს, ანუ ყველას თავის პირადი სივრცე აქვს მათ. ქაოსი რო დაალაგო შენ თავში რაც არის. ხოდა ეგ ქაოსი ჯერ ზოგადად ჩემი ძალიან ისეთი მომხიბვლელი და ბრწყალებში ოთხსა და რომანტიული ამბავია ქაოსი, ყველასთვის სხვადასხვანაირია და აი მაგ ქაოსს ჭირდება დაალაგება. თავიდან რაღაც ეგეთი პერიოდი რომ მქონდა, ფსიქოლოგთან რომ მივედი, ვეუბნებოდი რომ მეთქი აი მგონია მეთქი თავში მეყია ეს სარეცხს რო აკრიფავდა რო დაყრი. აი ის რო დასაკეცია და რომ უნდა დაალაგო ნელ-ნელა და თაროებზე შემოალაგო, რაღაცა ეგრე მქონდა ფიქრები რა თავში არეული. და მინდოდა რომ აი დამეკეცა ეს ფიქრები და თავის თაროებზე დამელაგებინა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული სიტყვაა ქაოსი. რას ნიშნავს ეს? ანუ აი რა არის ქაოსი? მე მელამაზება ქაოსი ძალიან. მეც. ყოველთვის. არ ვიცი, ბავშვიდან ვფიქრობდი, რომ ჩემს გონებაში ყველაზე დიდი ქაოსი ხდებოდა და დღემდე ასე ვფიქრობ. ამიტომ დავარელაი გილმორი, როიცახს. ჩემი თავი სავსეა. ამიტომ ზოგადად ეკრებისა. ფოტოშოპს პატარა რო ვიყავი იმ რაღაც ჩანაწერებში რაღაცებში ძალიან ხშირად მაქვს ეს სიტყვა გამოყენებული ქაოსი. ხო, რაღაცა მახსოვს.